პირველ 7 აგვისტოს ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. ძუძუთი კვება ჩულისთვის საუკეთესო დასაწყისია. ის უზრუნველყოფს სრულფასოვან კვებას, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას. ამასთანავე ძუძუთი კვებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს დედის ჯანმრთელობისთვისაც. ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრის პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი ახალბედა და მომავალ დედებს მოუწოდებს შვილები ბუნებრივი რძით გაზარდონ. მედიკოსი ხელოვნური საკვების ხარჯზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ოჯახისთვის დამატებით დიდი ფინანსური ტვირთია. ბუნებრივი კვება, ანუ ძუძუთი კვება, ეს არის უნიკალური პროცესი, რომელიც ღმერთმა უბოძა დედასაც და ბავშვს, რათა გაიზარდოს პატარა, აბსოლუტურად ჯანმრთელი, სრულყოფილი ფსიქომოტორული განვითარებით, ჯანსაღი იმუნიტეტით და ჯანსაღი შინაგანი ორგანოებით. როგორც აღნიშნეთ, ბუნებრივი კვება, ძუძუთი კვება, ეს არის უნიკალური პროცესი, რომელიც სასარგებლოა რომ მხრივად, როგორც ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის, ისევე მშობლისთვის, დედისთვის. პირველ რიგში ეს არის უნიკალური ემოციური ბმა, რომელიც პრაქტიკულად 9 თვის მერეც განუწყვეტლივ გრძელდება დედასა და ბავშვს შორის. გამოიყოფა უნიკალური ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც აძლიერებს დედისა და ბავშვის ემოციურ ურთიერთობას და ეს არის ყველაზე უფრო სასიამოვნო პროცესი, რაც კი შვილსა და დედას შორის ხდება. შესაბამისად, გამომდინარე აქედან, ეს არის საოცარი პროცესი. ამიტომ ყველა დედას, რომელიც უკვე დედაა და ყავს პატარა ჩვილი, რომელიც ემზადება დედობისთვის და არის მფეხმძიმედ, ფსიქოლოგიურად, ემოციურად, ფიზიკურად მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა მიიღონ ეს უნიკალური საჩუქარი, რომელიც წაღანად თქვით, უფლისგან არის ბოძებული. დედის რძე გარდა იმისა, რომ არის თქვათ მორგებული ბავშვისთვის და აძლევს ძლიერ იმუნიტეტს, დაცვას ყოველგვარი ინფექციებისაგან, აძლიერებს და აკაჟებს მას, აძლევს თავისთვის უნიკალურ შესაძლებლობას, რომ IQ მერე სკოლაში რომ მივა, ინსტიტუტში რომ მივა, გაცილებით უფრო მაღალი ქონდეს, ვიდრე ხელოვნური კვების მქონე ბავშვებს, იმიტომ რომ ის ამინომჟავები, ეგრეთ წოდებული DH კომპონენტი, რომელიც დედის რძეში არის უნიკალური, ცდილობენ რომ დაამატონ ხელოვნურ კვებებში, მაგრამ არ არის იმ რაოდენობით ისეთი თანაფარდობით, რომელიც სუსტად არის მორგებული ბავშვისთვის, რათა ტვინის განვითარება შეუწყოს ხელი, ხედველობის განვითარება შეუწყოს ხელი, რათა შემდგომ უკვე ფსიქომოტორული განვითარება იყოს ასაკის შესაბამისი და არ ჩამორჩებოდნენ ბავშვები. ბუნებრივი კვება იცავს თვითონ ქალბატონებს შემდგომ სისხლდენისგან ალბათ ყველას მოეხსენება, რომ მშობიარობის შემდგომი სისხლდენების რამდენი პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებრივი კვება, განსაკუთრებით ექსკლუზიურად ბუნებრივი კვება 6 თვემდე იცავს თვითონ ქალის ორგანიზმს, საშვილოსნოს ყელის სიმსივნისგან, სარძევე ჯირკვლების სიმსივნეებისაგან და რაც ბოლო დროს გამოიკვეთა და უამრავი კვლევები დაიდო ტიპი 2 დიაბეტის განვითარებისგანაც კი. ასე რომ ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ კვებონ თავიანთი შვილები ბუნებრივი გზით. და კიდევ მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში ეს არის მატერიალური მხარე. დამერწმუნება ალბათ ყველა ოჯახი, რომელიც ხელოვნური კვებით ზრდის ბავშვს, რაოდენ დიდი ხარჯია ოჯახისთვის, დიდი ტვირთია ეკონომიურად, ვინაიდან საკმაოდ სერიოზული თანხები ღირს ყველა საკვები და ბიუჯეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დედის რძე არის მზა, საუცხოო, ეკონომიურად ძალიან კარგი რესურსი, რომ იყოს ოჯახი ბედნიერი, ეკონომიურადაც ძლიერი და გაზარდონ ჯანსაღი და ჯანმრთელი თაობა.